მოგესალმებით თქვენებისება. Ყოველ შეზღუდული შემთხვევაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თქვენიც ჩემი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ, იცით საზოგადოების ინტერესი, იმიტომ რომ ამ საქმეს წინ უძღვის ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალი, რომელიც შეიძლება თქვენთვის უშუალოდ საქმის ნაწილში გასათვალისწინებელი არ იყოს, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ამ საქმეს აქვს თავისი პრეისტორია, რომელიც გადის ბატონ ვიძინა ივანიშვილზე, მის ხილებაზე, მის არაკანონიერ სახელმწიფოების დავალებებზე ჩემს მიმართ, როგორც რუსული ოლიგარქების იძულებით შეცვალა სანქციების თავის არაგების ნაწილში, როგორც იყო რუსეთის დაზვერვის აგენტ ანდრეი კუშანოვთან ივანიშვილის მიმართ გაურკვეველი ნივთიერების პარება, რომელზეც მიმდინარეობს საერთაშორისო გამოცდილება და შემდეგ იწყება ეს ვახტანგაძის ჩვენს თავს. ასევე, რო აღარ გავაგზავნოს ისტორია, მე თითქმის ყოველ დღე ვარ სხვადასხვა გადაცემაში მედია საშუალებებში, სადაც ასევე გამოვხატავ თქვენს უშუალოდ მოსამართლის მიმართ. ხშირ შემთხვევაში თქვენგან ჩვენია რომ უსაფუძვლოა და არასწორია ეს გავლენები, თუმცა მე გამოვხატავ ხოლმე ჩემ აზრს, რომ ის ეჭვებს ნიშნება, მაგრამ ყოველთვის აი მეუნებით ამას არ მსვარსებს ფიცი ბიბლიაზე საეკლესიური და საერო. არასდროს არ ხდება ისე, რომ მე ვაკეთებ რაიმე შეფასებას, რაც შეიძლება ადამიანის ასე ვთქვათ, რეპუტაციულად აზიანებს და სინდისის არ მეუბნებოდეს სწორი ვარ თუ არა მე. და ამას თქვენი განმარტება ხშირად მომისმენია, რომ ეს ასე არ არის. მე ხომ მაქვს უფლება თქვენს საფუძვლიანი ეჭვი გარკვეულ საკითხების, რომ თქვენ ხართ პროკურატურასთან ერთად გარიგებული არიანში ამ საკითხში. ჩემი აზრით დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება იქნება მთელი ერის წინაშე, რომ ამ საკითხს ძალიან ინტერესია, ამის ძალიან გასწრი ტესტი. რაც შეეხება დანარჩენს, ეს პროცესი მიმდინარეობს 4 ივლისამდე, თითქმის 2 წელიწადია. მაშინაც, როდესაც კი ჩვენ არ გვქონდა შეზღუდული საზღვრის კვეთა, რომ ქონდა უამრავი საქმე ევროპაში, მე ირაკის უცხოელ ვინმეს რაიმის ილუზია რომ დაუშვეს, ჩვენ ქვეყნიდან არ გავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დასაბუთებელი ჩვენი სიმართლე. შემდეგ 4 ივლის ბრავის წარდგენის შემდეგ. ხო, საერთოდ მე ქალაქსაც არ გავხსენე. რა რიცხვები იყო 6 მარტს ვიმყოფებოდი სოფელ სართიჭალის ცენტრში, პოლიციის ბრიგადით, ოჯახში, რომელსაც დაუნათესავდი, იმიტომ რომ მე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდი, მაშინ მიწების განაწილებაში ჩავდივარ და გამიცან ძალიან კარგი ოჯახი, ეს კაცი სოფლისწავლია და ყოველ წელს ჩამაგ საჭიროდ ბაირამი დაიწყო ამ პერიოდში და ჩამაგ იონჯის ფესტი. აი ამის გამო ვიყავი 4 ივლისის შემდეგ გასული ქალაქის გარეთ სოფელ სართიჭალის ცენტრში მიმეტანა ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ეს საჭიროა და 1 საათში უკან წამოვედი. აი ხა გამახსენდა რომ იმ ოჯახში ეზოში ამერიკის საკითხი ესეც შევიდა წარმოვაჩინა. ნუ ამას არ ეჭვს თორე მე მართლა მე ეს მოიწოდებს ასული დარწმუნებული რომ რაღაცა სასწაული ხდება ამ ისეთ არგუმენტს მოიტანე რომ არ იქა მიწას გახეთქავ ეს რას მოусმინებს არის ნუ აღარც მეცნება იმიტომ რომ ეს ადამიანი რა და ემოციურად დაღლილი ვარ მაგრამ ვინდა კიდევ ერთი რაღაცა თქვენ ისება 4 დღეა ამას მედია საშუალებებით ალბათ ნახავ იდენტიფიცირებული ყავს 114 ადამიანი და 87 მანქანა. და ეს ყველაფერი იდება პირდაპირ ეთერში ვავრცელებ ამ ინფორმაციას. ეს ადამიანები მივარდებიან უკანონო სახლში, გვიშვებენ საბურავებს მანქანაზე, არა სხვა რაღაცას თუ ამით გამოვთავაზებთ. ვიზიანებენ სამხუჭე სისტემას მანქანაზე და შემოდიან სიტყვა შეურაცხყოფაში. მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, იმიტომ რომ ისინი არიან მიღდები და ჩემი ისტორია და ფიქრაზე რომ ფაქტი არ თქვენ სამართალ დამწერლობ ისინი გარბიან. 114 ფაქტია განთავსებული სოციალურ ქსელში ამ პირების იდენტიფიცირებით, მათ შორის ზოგი იდენტიფიცირებული და გამოვლენილია. აი თქვენ ხშირ შემთხვევაში არ პოლიციანებთ შუამდგომლობის დროსაც მე გიხსნით რომ შემიძლია მიმდინარეობს არ ნახული ზეწოლა და არ ჩათვალეთ საჭირო წარმოდგენილი მასალები რომ ეს ყოფილიყო საკმარის. მე დღეს აი აქტიალურად უნდა ვიგე აი ამ პროცესის უნდა იყოს საექსპერტო ბიუროში ჩემ იურისტებთან ერთად რომ
რაც გაგდით, რომ ანალიზი გავაკეთებთ პროკურატურის მიერ წარმოქმნილი დაყალბებით ჩამოწერით, უნდა იყო დაკავებული ამ. აი ხა მითხარი, მე არ ვიცი ეს რაღაც უბრალოდ მიიღე. ადამიანები, ხო? აი ადამიანები, რომ დააკვირდეთ ამ პროცესის განვითარების დინამიკას. და იქნება გამაჩვენოთ მეც, რომ არ გქონდეს ეჭვი, რომ თქვენ ხართ ალიანსში ამ შეფერილ საქმეში. აი ეს არის ჩემი სიტყვა. ანუ ძირითადად დავამატებ, რომ საერთო განხილვის სტანდარტი ეწაროს მართლა არ არის. ცხოვრებაში ყოფილა და პროკურატურა წარმოადგენს ჩემი ფიქრის ჩანაწერებს, იმას კი ვერ დამტკიცებს, რომ ან ქვეყნიდან გახოს ლამოდით, ან გეგმავდით, დარწმუნებული ვარ, ფიქრებს კი არა. ერთი კვირა დაკვებიან და მანამდეც რომ დაკვებოდნენ, ვერაფერს ვერ გადაიღებდა გარდა იმისა, რომ სიტიმოლში დავდიოდი ტოპ-სპორტში. სპორტულებს ვეძებ. ანუ თუ რა ვიყო მე რა. გათვალისწინებული რა აღნიშნული განაშაული განსაკუთრებული სახლის სიმს. კიბოდონ პატუცეულ მოსამართლე პირველი დარგის ეტაპზე გათვალისწინებული და მაგრამ როგორც მოგესმენთ დღეს უკვე სხვა ეტაპზე ფაქტობრივად პრობლემის ხარი დაასრულა სახლის ხარჯვა ისწავლების გამოსულებული არის და რამოდენიც მიეჩნია რომ აღნიშნული გადასწორებული პროგრამებია შეიძლება განაშაულო ყოველდღიურ სტანდარტი დიალოგის და გამოფხიზების განაჩენი უკვე მაღალია ისე უკვე სულ სხვა სტანდარტია საქართველოში გამოფხიზების განაჩენის გამოგონების შემთხვევაში მათ უნდა კასის არჩევის გამოგონებას შესაბამისად სწორედ აღნიშნული გამოგონებები პრობლემის არის რაც შეეხება არასახელმწიფო ბიზნესის მათი არ გამოცხადებულობა თქვენ პატრონების ამათ თავისუფლად თქვენ უზრუნველყოფთ განაჩენის საქმეს განხილვა სასამართლოში არაერთი პროცესი მოსახლე როდესაც ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მაგალითად წინა პროცესის მახსენდება ეს მომენტი 25 ფებრუარი როდესაც არ გამოცხადდა 22-ის კრიტიკის რომ ქონდა მას 22-ის კრიტიკა არანაირი სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის მაგრამ კითხვა იბადება ეგრე თუ გიორგი ჩიკვაიძე ქონდა 22-ის კრიტიკა ირაკლი ბაბიაშვილი დაშუაში რატომ აცხადებოდა როდესაც თვითონ მიზეს აცხადებდა გიორგი ჩიკვაიძე რომ დაუშვათ ამ არ გამოცხადდა და არანაირი დოკუმენტი არ იყო წარმოდგენილი ირაკლი ბაბიაშვილსაც არანაირად ემართებოდა იგივე თუ რა ხდებოდა პატუცეულობაზე ეს არის სასახად ირაოს პირობების დარღვევა პატუცეულობაზე გარდა იმისა რომ მათი გამოცხადებულობა ემსახურებოდა საქმის გარშემოებას დასრულდება შემდგომ მიუხედავად იმისა რომ ვეთანხმები ვინგარამილოს გამოცხადებულობის მიუხედავად ძლიერდება საქმის განხილვა კერძო თითოეული ბრალდები არ გამოცხადდა გაზარალების თავარი მოწმის ელგუჯა თურმანიძის დაკითხვის დროს სასამართლოში ასევე ერთ-ერთი მთავარი მოწმის გამონძიების ბაკურ მოსულიშვილის დაკითხვის დროს თუ არ გააჩნდა შემდგომ რა ხდება პატუცეულო მოსამართლეში თურმე ამ ლაგუშულ პირებთან რაღაცა შეხვდა არ აქვს შემდგომ რა ხდება გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი ბაბიაშვილი დაყენებდა შუამდგომლობა საერთაშორისო მოწმეების ახლიდან დაკითხვასთან დაკავშირებით სწორედ ეს არის პატუცეულო მოსამართლე მათი არ გამოცხადებულობა იყო გეგმის ნაწილი რომ გაჭიანურებული იყო საქმის განხილვა რაც თავისთავად ემსახურება სასამართლოს უპატრიოტიზმულობას და ეს არის სწორედ გირაოს პირობების დარღვევა ასევე პატუცეულო მოსამართლე თავარი გარემოება მითითებული არის რომ მიღებული ინფორმაცია რომ ბრალდების მომზენ საქართველოს სახელმწიფო სასწაულის უგანო გადაწყვეტს დასთან დაკავშირებით დეკლარაციაში დასწრებულის გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო საფუძველი გამოძიება ორივეს მიმართ არის დაწყებული კი პატუცეულო მოსამართლე ჯგუფურად არის დასწრებული ამ შემთხვევაში შესაბამისად მიმდინარეობს საგამოძიებო მოხდენები როგორც აღნიშნე და აღნიშნული დაკავშირებით გამოძიებული არის რომელიც დაადასტურა რომ შემწევრული იქნა გიორგი ჩიკვაიძე's საუბარი ბაბიაშვილი გიორგი ჩიკვაიძე ნუ გამოგვიყვეს ოქში რა მაგრამ ინფორმაციულად მიღებული იქნა რომ ორივე აპირებდა შეიძლება ეს რა ახალი ინფორმაციები და
Მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ზოგადასურათისთვის ეხლა გეოლოკაციით დავადგინე, რომ სოფელ საფიჭარიდან სადახოს დამშვე პუნქტამდე გახლავთ 104 კილომეტრი და 700 მეტრი. სასამართლო ინფორმაცია სასამართლოს საკუთრების პროგრესის სოფელ 93 მეორე სემოთები 206 მეტრის მეორე ნაწილი გადაადგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი გიორგი ჯავარაშვილის შუამდგომლობა გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული აფროდის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აფროდის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის თაობაზე დაგმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის შუამდგომლობა გიორგი პაპიაშვილის მიმართ გამოყენებული აფროდის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აფროდის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის თაობაზე არ დაგმაყოფილდეს. გიორგი ჩიკვაიძის მიმართ თბილისის სახალხო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოს სკოლის კოლეგიის 2020 თბილისის განჩინებაში შეხადებული გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აფროდის ღონისძიებით პატიმრობით. პატიმრობის ვადისათვის დაიწყო განჩინების აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და დაავადებული დაკავებული იქნეს ხდომის დარბაზში, გიორგი ჩიკვაიძე მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში, განჩინების აქტები გადაეცა ცისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206 მეშვიდე ნაწილის გათვალისწინებულ პირებსა და ორგანოებს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამებლო გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლომ გამარტავს მიღებულ გადაწყვეტილებას გიორგი პაპიაშვილთან მიმართებაში სასამართლომ ვერ მიიღო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომელიც აფროდის ღონისძიების შეცვლის საფუძველი იქნებოდა, გამომდინარე იქედან, რომ რაც არის მოწოდებული ინფორმაცია სასამართლოში ბრალდების მხარის გიორგი პაპიაშვილის მიმართ მართალია დაწყებულია გამოძიება საწესო გადაკეთების ფაქტზე, თუმცა ის არსად არ არის დაფიქსირებული ამ შემთხვევაში, რომ შეინიშნებოდა საზღვართან ახლოს, ან ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას და ასე შემდეგ და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთი განხილვის სტადიაზე ვართ ამ შემთხვევაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტები ხელმძღვანელობთ არ გვაქვს, ხოლო რაც შეეხება გიორგი ჩიკვაიძის მიმართ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, სასამართლო ახალ მცირე განმარტებას გააკეთებს. სასამართლო არ თვლის, რომ გიორგი ჩიკვაიძე თავს ავიდებდა სასამართლოს სხდომებზე გამოცხადებას და შესაბამისად მის გამო ხდებოდა სხდომების გადადება. კი იყო შემთხვევები, როდესაც მას არ წარუდგენია ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა სხდომები გრძელდებოდა, მაგრამ რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაც გასაგებია, რომ გამოძიების ეტაპზეა, თუმცა ესე ვთქვათ, არსებობს ეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჰქონდეს მისი მხრიდან გარკვეულ ცდილობებს ადგილი მოსალოდნელი სასჯელის შიშით, რომ თავი არ არიდოს, სასამართლო განხილავს ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას გირაოს თანხების ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებით, სასამართლო ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებს აღნიშნულ შუამდგომლობას და იმსჯერებს შემაჯამებლო გადაწყვეტილებასთან ერთად. სხდომა დღევანდელი არის ამით შეიძლება მას გავაგზავნებ. ერთის უფლება მაქვს. პატრონი გიორგი. არა, თქვენი მინდა რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ როგორც ახალგაზრდა დედა, როდესაც ყველაზე ძალიან დაჭირდებით თქვენ შვილს, ვერ იყოთ მის გვერდზე, არამედ იყოთ სადაც მიშვეთ მე და ამის პირობად ვაშოთ. ეს სიტყვები დაივახსოვრე, შეგაშენ მურუსიძის მონაში და თუ არ დასამცირდები მაგასაც ნახავთ. შე არა კაცო, რა ჩაიგდები.